2025 წლის მონაცემებით სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1,7 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყო. რა სერვისებს ფარავს დღეს საყოველთაო ჯანდაცვა, როგორ მუშაობს მედიკამენტების სუბსიდირების მექანიზმი და რა სიახლეებია ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ეკა შარაძე ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ისაუბრებს, რომელიც შემოგვერთა და ჩვენთან არის სტუდიაში. მოგესალმებით ხალბატონო ეკა, დილამშვიდობის. ჩვენ საუბრობთ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც უპრეცედენტოა, უნიკალურია, უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ასეთი დაფარვა სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს. მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა გასულ წელს და უამრავი გადარჩენილი სიცოცხლე არის საყოველთაო ჯანდაცვის ანგარიშზე, ასე ვთქვათ. სწორედ აქედან გამომდინარე, მე ამოვიწერე რამდენიმე დაავადება, იმ 15 დაავადებიდან, რომლებსაც ფარავს სწორედ ეს სისტემა, ძვლისწვინის და ღვიძლის გადანერგვა, სმენის იმპლანტი, აბლაცია, სტენტირება, კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, გულის თანაყოლილი მანკის მკურნალობა, ქირურგია, ჰეპატიტების, ტუბერკულოზის, დიალიზი, თირკმლის ტრანსპლანტაცია, აივ ინფექციის, დიაბეტის მართვა, მოკლედ ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს ახლა ჩვენ კითხვის დაცმა, ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომელსაც ფარავს საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემა, ხო? რომელ სოციალურ ჯგუფების სარგებლობენ ჯანდაცვის აი ამ სისტემით, რო გითხრათ და განუმარტოთ ჩვენს ტელემაყურებელს. დიახ, მოგესალმებით და მადლობა ეთერის დათმობისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე მინდა დასაწყისში აღვნიშნო ძირითადი მნიშვნელოვანი ის, რომ ნამდვილად წარმოდგენილი ჩამონათვალი გახლავთ ძალიან მცირე იმ დიდ ნუსხაში, რომელსაც ფარავს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები და აღვნიშნავ, რომ გვაქვს ორი ტიპის პროგრამები. ერთი გახლავთ ეგრეთ წოდებული მიზნობრივი, რომლებიც განკუთვნილი არის კონკრეტული დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაფარვისკენ. ეს გახლავთ მაგალითად თქვენ უკვე აღნიშნეთ ტუბერკულოზის მართვა, აივ ინფექცია, შიდსი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, დიაბეტის მართვა და ასე შემდეგ სულ გვაქვს 14 ვერტიკალური ეგრეთ წოდებული მიზნობრივი პროგრამა, რომელთა დაფინანსების მოდელიც განსხვავებულია და პროგრამები ფარავს ნებისმიერი საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად შემოსავლის სტატუსისა, სოციალური სტატუსისა და კერძო დაზღვევის არსებობისა. ეს კარგი მნიშვნელოვანია, ანუ მე მაქვს პირობითად კერძო დაზღვევა, მაგრამ თუ ამ 14-ის ჩამონათვალში მოვყევი და მაქვს კონკრეტული დაავადება, არ აქვს მნიშვნელობა ჩემს სოციალურ სტატუსს, მე შემიძლია ვისარგებლო საყოველთაო დაზღვევით, ხო? დიახ, სწორად აღნიშნეთ, ვერტიკალური პროგრამების სერვისების ძირითადი ნაწილი. აბსოლუტურად 100%-ით ხელმისაწვდომია ნებისმიერი საჭიროების მქონე ბენეფიციარისთვის. დაზღვევა უქმდება თუ არა? არ უქმდება, ვერტიკალური პროგრამების, ესე ვთქვათ, მოცვა არ აუქმებს და არ ეხება კერძო დაზღვევის სტატუსს. ეს გახლავთ როგორც სერვისების, ასევე მედიკამენტების შემთხვევაში 100%-ით ხელმისაწვდომი და უფასოა სერვისების ძირითადი ნაწილი შესაბამისი დიაგნოზის მქონე მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ეს გახლავთ განსხვავება მიზნობრივსა, ეგრეთ წოდებულ მიზნობრივ პროგრამებსა და მეორე გახლავთ, როგორც უკვე აღნიშნეთ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფარავს ისეთ ჩარევებსა და ისეთ სერვისებს, როგორებიც თქვენს ნაწილი უკვე აღნიშნეთ, კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ინფექციური დაავადებების მართვა, საკეისრო მშობიარობა, საკეისრო კვეთის კომპონენტი და მრავალი სხვა ქირურგიული ჩარევა. ამ შემთხვევაში როგორ ნაწილდება დაფინანსება? დაფინანსება ამ შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის შემთხვევაში დამოკიდებულია როგორც დიაგნოზზე, ასევე ბენეფიციარის სოციალურ სტატუსზე, შემოსავალზე და დაზღვევის, კერძო დაზღვევის არსებობაზე. ძირითადად დაფინანსება ეს გახლავთ 70-დან 100%-ის ფარგლებში, სწორედ აი იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ და 4 ჯგუფით არის, მაგალითად, სრულად 100%-ით საყოველთაო ჯანდაცვის გათვალისწინებული სერვისები უფინანსებად მაგალითად სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება პენსიონერებს, მათი დაფინანსება 90%-ით არის გათვალისწინებული და მხოლოდ 10%-ის თანაგადახდა უწევთ. 0-დან 6 წლამდე ბავშვებს. 0-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 80%-ით დაფინანსება არის განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი სხვა კატეგორიის საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის 70%-ით. მოდი მაგალითით გავიაროთ ეს საკითხი უფრო მარტივად აღსაქმელი რო იყოს. მაგალითისთვის, პაციენტს სჭირდება აბლაციის ოპერაცია. აი როგორ იწყება პროცედურა დაფინანსების მოპოვებისა? პირველი ნაბიჯები რა არის და როგორ უნდა გავიაროთ ეს გზა?
დიახ. იმისთვის რომ პაციენტმა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისი და კონკრეტულად მაგალითად აბლაცია, მან აუცილებლად უნდა მიმართოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც სურს სერვისის მიღება. შესაბამისად, ექიმის მიერ კონკრეტულად აბლაციის საჭიროების განსაზღვრის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება თავად აგზავნის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში საჭირო მოთხოვნას პაციენტის მდგომარეობის აღწერასთან ერთად. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და სასწრაფო დაყოვნებული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში 2 მაქსიმუმ 5 დღის ვადაში პასუხი უკვე ეცნობება SMS შეტყობინების სახით ბენეფიციარს, ხოლო გეგმური ჩარევის საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალური ვადა დადგენილებით 2 თვე არის განსაზღვრული, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო მნიშვნელოვნად შემცირდეს ეს ვადა და პაციენტს არ მოუწიოს საჭირო სამედიცინო სერვისისთვის დიდხანს ლოდინი. მოცემ მე არითმის აბლაციაზე ვსაუბრობდით ჩვენ ახლა ხო რომ დავუკონკრეტოთ ჩვენს მაყურებელს რაც ვახო მიკითხა დასაწყისში გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში წინასწარ არ ხდება გადმოგზავნა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოში პაციენტის სერვისების თაობაზე მოთხოვნა. სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიაწოდოს გადაუდებელი სამედიცინო სერვისი პაციენტს. შემდგომ უკვე სერვისის დასრულების შემდეგ მომდევნო თვეს სამედიცინო დაწესებულება ტვირთავს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის სისტემაში ინფორმაციას და ფინანსდება სათანადო ინსპექტირების გავლის საფუძველზე აღნიშნული სერვისი სამედიცინო დაწესებულებაში. აქ მინდა განმარტო, როგორც თავიდან დავიწყეთ, განსხვავებული გახლავთ ცოტათი მექანიზმი ვერტიკალური პროგრამების შემთხვევაში, იმისთვის რომ ვერტიკალური ეგრეთ წოდებული მიზნობრივი პროგრამების სერვისებით ისარგებლოს ბენეფიციარმა, ამ შემთხვევაში არის საჭირო, რომ ბენეფიციარი წინასწარ დარეგისტრირდეს პროგრამაში, ამისთვის მან ფორმა 100 პირადობის დამადასტურებელ მოწყობასთან ერთად უნდა წარმოადგინოს თავად ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში, დარეგისტრირდეს შესაბამის მიზნობრივ პროგრამაში და შემდეგ უკვე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღებს მისთვის კუთვნილ სერვისებს. ქალბატონო კაცალკე ჯგუფი არის ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომელსაც მუდმივად ჭირდებათ ყურადღება, მუდმივად ესაჭიროებათ მედიკამენტი, რომელი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს შეუძლიათ რომ მიიღონ ეს სერვისი და უფინანსდებათ მათ მედიკამენტები და უკეთ რომ მოგვიყვეთ ამ ჯგუფის შესახებაც. დიახ, ქრონიკული დაავადებების მართვა მედიკამენტებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არის გათვალისწინებული და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აღნიშნული დაავადების მართვისთვის და ეფექტური ზედამხედველობისთვის. საყოველთაო ჯანდაცვის გათვალისწინებული არის 7 ასეთი დაავადების ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალი. ეს გახლავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის, გლაუკომის, დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალო, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები. ამ შემთხვევაში ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალო მედიკამენტები ყველასთვის არის ხელმისაწვდომი მიუხედავად სოციალური სტატუსისა და დაზღვევის არსებობისა. დანარჩენი 5 ჯგუფის მედიკამენტები განკუთვნილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ვეტერანებისთვის და კონკრეტული სოციალური პაკეტის მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის. შესაბამისად, დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე წლიურ საჭიროების იღებენ აღნიშნულ მედიკამენტებს. ონკოპაციენტებზეც რომ გითხრათ, როგორც ვიცით, სახელმწიფო რა თქმა უნდა, რომ ამ ჯგუფს ედაცრუნავს და როგორ ხდება მათი მზრუნველობა, რაში გამოიხატება ეს არის მედიკამენტები, ოპერაციები, გადაკონტროლება მათი ანალიზებისა თუ აი რა კუთხით? ონკოპაციენტებისათვის განკუთვნილი სერვისები მოიცავს როგორც ონკოქირურგიას, ასევე ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას. თუმცა განსხვავებული გახლავთ მოცვა. ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოცული ასევე გახლავთ სწორედ ონკოპაციენტებისთვის სერვისები და ამ შემთხვევაში ონკოქირურგია და ქიმიოთერაპიისთვის განკუთვნილი მედიკამენტოზური მკურნალობა ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია მიუხედავად დაზღვევის სტატუსისა და ასევე შემოსავლისა. ამ შემთხვევაში თუ პაციენტს უნდა რომ საზღვარგარეთ
ჩაიტაროს ან ესაჭიროება ხო არის ამის აუცილებლობა. აი ამ შემთხვევაში თუ მუშაობს სახელმწიფო ტრანსპორტი. ჩვენი პროგრამების ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ ფინანსდება ტრანსპლანტაციის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია მხოლოდ საზღვარგარეთ. დანარჩენი პროგრამები ფინანსდება საქართველოში. ამისთვის არსებობს ასევე სხვა ესე ვთქვათ რეფერალური დახმარების პროგრამა, რომელიც კომისიური წესით ინდივიდუალურად განიხილავს აღნიშნული საჭიროებებს და იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ დაფინანსების შემთხვევაში. ხოლო ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი სხვა ვერტიკალური და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ დაფინანსება გარდა ცვლის ტვინის გადანერგვისა გათვალისწინებული არ გახლავთ. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს საპილოტო პროგრამა, როგორც ვიცით, სადაც შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. რას ნიშნავს ეს და რა შეიცვალა პაციენტებისთვის კონკრეტულად? ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის და განმარტავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საპილოტო პროგრამა მიმდინარეობს. როგორც მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვის რგოლი გახლავთ ჯანდაცვის სერვისების მიწოდების კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი. შესაბამისად, იგი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სერვისების ეფექტიანობას, დაავადებების დროულ გამოვლენას და ადეკვატურ მართვას. ამდენად მიმდინარე საპილოტო პროგრამის წარმატებაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული ზოგადად ჯანდაცვის სექტორის წარმატება. ეხლა უფრო კონკრეტულად რომ აღვნიშნოთ თუ რა შეიცვალა პაციენტებისთვის, ალბათ საჭიროა მიმოვიხილოთ რა მოცემულობა ჰქონდა რეფორმამდე. ანუ როგორც მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფინანსდება გეგმური ამბულატორიული სერვისი და აღნიშნული მოიცავს როგორც ოჯახის ექიმის მეთვალყურეობას, ასევე 8 ექიმ სპეციალისტის კონსულტაციას და კონკრეტულ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. თუმცა მსოფლიო წამყვანი საუკეთესო გამოცდილებების ანალიზით გამოიკვეთა, რომ იყო საჭიროება რამოდენიმე ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის დამატებისა იმისათვის, რომ უფრო სრულყოფილი სერვისის, უნიფიცირებული სერვისის მიწოდების შესაძლებლობა იყოს მოგვეცეს და უფრო ეფექტური გახდეს დაავადებათა გამოვლენა და მართვა ქრონიკული დაავადებების. ამდენად აღნიშნული საპილოტო პროგრამის ფარგლებში დაემატა პირველად გეგმური ამბულატორიულ უკვე არსებულ სერვისებს აღნიშნული 4 ლაბორატორიული და 2 ინსტრუმენტული გამოკვლევა. ეს გახლავთ პაციენტისთვის ძალიან კარგი, რომ მას აღარ მოუწევს დამატებით ფინანსური ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ მოხდეს ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ შედეგზე ორიენტირებული მიდგომა ინერგება. განისაზღვრა ინდიკატორები, რომელთა მიღწევის შემთხვევაშიც სამედიცინო დაწესებულებები ამბულატორიული ქსელი გაზრდილ დაფინანსებას სრული მოცულობით მიიღებენ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები ამ ახალი პროგრამის ფარგლებში და ზოგადადაც მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით. ეკა შარაძე, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.